ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი იმ ადამიანების და პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ და იმედი ჰქონდა, რომ მომავალში კიდევ დაიცავდნენ. აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ძალიან მარტივი იყო არჩევანის გაკეთების საშუალება და კიდევაც გააკეთა არჩევანი. ეხლა ამის შემდეგ ვიღაცა შეიძლება უკვირს რა მოხდა ევროსაბჭოში. არაფერი არ მოხდა საპარლამენტო იმაში, ხო? ეხლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სამი სათაური ვერ გავიგე. კი, ახლა ვიტყვი. რაც არის. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა რა. ზუსტად ისე მოიქცნენ ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ღირსეულ პირველ რიგში ადამიანებს და შემდეგ პოლიტიკოსებს ეკადრებოდათ. მე უამრავი ადამიანი შეხვდა ქუჩაში, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვეულებრივი მოქალაქეები მეუბნებოდნენ, რომ აი სიამაყით ახსილები ვართ, გძნობთ, რომ ჩვენ ყავს რაღაცა პოლიტიკოსები, ჩვენ ყავს ხელისუფლება და ასე შემდეგ. თავმოყარე აი ახსილები ხო? შეიძლება საერთოდ ისიც არ იციან, რომ იმ საპარლამენტო ასამბლეას არანაირი ძალა არ აქვს. ქმედითი, ხო? მათი ეგრეთ წოდებული რეზოლუციაც არის ასე თქვა რეკომენდაციის სახისა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ღირსეული ქმედება ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა ეს ორგანიზაცია საერთოდაც როცა შეიქმნა 59 წელს, მას შემდეგ მისი პირდაპირი დანიშნულებაში უწერია, რომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას, კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას და დემოკრატიასთან დაკავშირებით, ანუ ეს ძირითადი ფუნქციები მისი არის ეს. ეხლა მოდი ჩვენ აი მოკლედ განვიხილოთ, რომელი დაიცვა საქართველოს შემთხვევაში ევროსაბჭომ. არღვია ის განვიხილოთ, რომ დაიცვა არა, მისი მოვალეობა ხო არის ამის დაცვა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ სანამ ჩვენები ჩავიდოდნენ საპარლამენტო ასამბლეაზე, ორი კვირით ადრე თუ არ ვცდები, ჩამოსული იყო მათი წარმომადგენლობა. წარმომადგენლობას გააცნეს ყველაფერი, შინაგან საქმეთა მინისტრთან იყვნენ შეხვედრაზე და ჩვენი თვალით ვნახეთ ჩართული კადრები, სადაც აჩვენებდნენ რა პროცესები მიმდინარეობდა რუსთაველს. ამ ყველაფერს ხედავდნენ ეს ჯგუფი, მათი გამოგზავნილი. მათ ინფორმაცია ჩაიტანეს და როგორც ჩაიტანეს, ანუ ის არც კი განუხილავთ. ანუ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე გინდა თუ რაიმე ორგანიზაცია, როდესაც რაიმე დოკუმენტს გამოსცემ, რომელსაც აქ გინდა დასკვნის სახე, გინდა რეკომენდაციის სახე და ბოლოში იმპერატიულად ითხოვ რაიმე ქმედების შესრულებას, რაც ახლა ჩვენ მოგთხოვეს, მანამდე უნდა აუცილებლად იყოს განხილული მინის სასამართლო პროცესი, სადაც შეიძლება უნდა განხილული იყოს, როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე. პროცედურულად. მე არ გეუბნები იქ რაღაცა განხილვა რაღაც შეუზღუდეს. არა, ანუ დოკუმენტში უნდა იყოს, რომ მასალები ეს ხალხი გამოსაშვებია ამიტომ და ამიტომ. კი ბატონო. ან რატომ ვთვლი, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. ან რატომ უნდა ჩაატარო არჩევნები თავიდან. ხო დიდი სისულელია, მაგრამ ნიზლავს დავდებ, რომ ხო გაასაჩივრებენ სტრასბურგში ამ ყველაფერს. სტრასბურგს წააგებენ აგენი. აბსოლუტურად ყველა ეს დაკავებულები და ასე შემდეგ. სტრასბურგს როგორც წესი, აი ეს кейსები სტრასბურგში ოპოზიცია აგებს. ანუ ფარატინა დოკუმენტი რაღაც შექმნეს დოკუმენტი უკრაინელებთან ერთად, ჩვენ ხო ვიცით სიტყვით იყო გადატანილი ტექსტი, რასაც გთხოვდნენ აქ ეს ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციონერები. ანუ ხო გახსოვთ რომ ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემოსთან ერთად ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია რომ უნდა შეიცვალოს და ყველაფერი რომ თავდაყირა უნდა დადგეს და თვითონ რომ უნდა ჩაიგდონ ხელში, იმიტომ რომ სხვანაირად არჩევნებს ვერ მოვიგებთო. ისიც კი იქ ეწერა იმ დოკუმენტში, ადმინისტრაციის ცვლილებებსაც კი ითხოვენ. რამ ხელა სისულელია და სისულელესთან ერთად დანარჩენზე ვილაპარაკოთ, ცინიზმი დავამთავრებ. შალვა, ანუ ეხლა რა მოხდა? 114 ადამიანმა გადაგვიწყვიტა ქვეყნის ბედი. ამ 114 ადამიანში არის კოლექტიური გონჩარენკოები. გონჩარენკო, რომელსაც უკრაინაში ქუჩაში ვერ დადის, ცემენ, ურყავენ, მოდი ესე ვთქვა. კადრები გვაქვს ნანახი, ნაგვის ურნაში ჩააგდეს უკრაინელებმა.
მოკიდეს ხელი როგორც არაკაც და ჩააგდეს ნაგვის ურნაში. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ტიპს, რომელსაც თავის ქვეყანაში აგდებენ ნაგვის ურნაში, ეს ტიპები ჩვენს ქვეყანაში გვეუბნებიან, რომ 1,200,000 კაცმა რა გადაწყვეტილება მიიღეთ, საერთოდ არ გვაინტერესებს. არ არის 114 კაცი რო გეუბნებით, ესე უნდა მოიქცეთ. წარმოიდგინეთ ახლა თავმოყარე თავრობა რანაირად შეიძლება გაჩერდეს და რანაირად შეიძლება ამას უწოდოთ სწორი გზა, როდესაც დემოკრატიის სახელით, ადამიანის უფლებების დაცვის სახელით და კანონის უზენაესობის სახელით გველაპარაკება ჩვენ ეს კატეგორია. რა საჭიროა ეს მათთან ურთიერთობა და რა საჭიროა ის გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს.